გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს დატვირთული დღე ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ურეკავდნენ მოქალაქეებს და ატყობინებდნენ, რომ 12 და 13 თებერვალს აქციაში მონაწილეობისა და გზის გადაკეტვის გამო ისინი 5,000 ლარით იყვნენ დაჯარიმებულები. გიყვებით ახლა ისტორიებს, თუ როგორ შეარჩიეს, რა კრიტერიუმებით მოქალაქეები და როგორ დააჯარიმეს. ერთ-ერთი დაჯარიმებული არის 2008 წლის ომში დაღუპული კაპიტნის გიორგი კირაკოზაშვილის შვილი, რომელიც სწორედ 12 თებერვალს იღებდა აქციაში მონაწილეობას. ეს იყო პაატა ბურჭულაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა, რომელიც დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და რუსთაველის გამზირზე დასრულდა. აქ არის მთავარი გარემოება ერთი, რომ ამ მსვლელობას გვერდზე მიუყვებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, თუმცა მათ მოქალაქეებისთვის არ უთქვამთ, რომ ისინი კანონს არ ღვევდნენ და გზას უკანონოდ კეტავდნენ. ძალიან ბევრი ხალხი იყო 12 თებერვალს, რაღაც აბსურდული რეალობა არის, იმიტომ რომ პაატა ბურჭულაძის მარში იყო და საზმაოდან მოვდიოდი თან პოლიციის თანხლებით და არცაფერი უთქვამთ გვერდზე მოყვებოდნენ მანქანით. მაგალითად გქონიათ, რომ აგვისტოში რაღაც ვარდების დიდი თაიგულის მიტანა, რაღაც ტკივილს გამთელებს ან რაღაცა ეგეთი. აი დღეს რეალურად კიდე ერთხელ მომაჭირეს ციხლი ამ თემაში. ანუ უბრალოდ მინდა გავახსენო, რომ ეს არის რაღაც ერთი დიდი მოუშვებელი ტკივილი, არ მარტო ჩემთვის, არამედ გვრის ოჯახების და იმ ადამიანებისთვის, ვინც გამოიარა ეს ტრაგედია. შესაბამისად, სანამ დარეკავდნენ, შეეძლოთ გადახედვა რა. ვინც დარეკავდნენ, ხო ყველაფერი იციან, ხო ამბობენ რომ ყველაფერი იციან რა. და დღეს სტუდენტი დააჯარიმეს ჩემი სახით. ბერიშვილი დააჯარიმეს. ეს არ ვიცი, ამათგან ყველაფერს მოველი, ანუ იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც ადამიანები თავს იწვევენ, შიმშილობენ და არაფერი რეაქცია და რეაგირება ამ ყველაფერზე არ არსებობს, იქაც გმირის სახელსაც მიაშლიან რა. 5,000 ლარით დააჯარიმეს ასევე სინდისის პატიმრის საბას ხვიტარიძის ძმა, რომელიც იმყოფებოდა და დაჯარიმებულია მისი ძმისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციაზე მონაწილეობის და გზის გადაკეტვის გამო. ამ შემთხვევაში გაავრცელა მან ჩანაწერი, რომელიც ასახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან მასთან განხორციელებულ სატელეფონო ზარს, სადაც უხსნის, რატომ არის ის დაჯარიმებული. მთავარი რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი უსვამს, არის ის, რომ ჯერ ეუბნება, რომ დაჯარიმებულია 5,000 ლარით გზის გადაკეტვის გამო, მას შემდეგ რაც ეკითხება ხვიტარიძე, რომ გზა თავად პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი, რატომ ითვლება, რომ მოქალაქეებმა გადაკეტეს ამ მომენტში რუსთაველის გამზირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს განმარტება არ აქვს და უსვამს კითხვას, იყო თუ არა ამ დღეს აქციაზე. ანუ ამას ჯერ წინ უსწრებდა მისი ნათქვამი, რომ ის დაჯარიმებულია და ამის შემდეგ აზუსტებს მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფებოდა თუ არა ხვიტარიძე აქციაზე. ეს სინდისის პატიმრის ოჯახისთვის არის მორიგი გზავნილი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ივანიშვილს დაქვემდებარებული ყველა უწყება ცდილობს მოქალაქეების დაზაფრვას, დასტრესვას და ტერორის ქვეშ ამყოფებს მოქალაქეებს. სატრანსპორტო გზაზეც ახარ სხვა მოქალაქეებთან ერთად, ანუ თუ გადაკეტილი როცა იყო 10 საათზე გადაკეტილი როცა იყო, მაშინ მეუბნებით? ხო, იდეა. ანუ 10 საათზე როცა გზა პატრულს როცა გზა ჩაკეტილი ქონდა, მაშინ მეუბნებით რომ მე გადავკეტე გზა? საპატრულოს არ ქონდა გზა გადაკეტილი. რას მეუბნებით, როგორ არ ქონია? მანქანები ეყენა უბრალოდ. მე ისე არასდროს არ გადავდო რა, გზაზე ეყენა მანქანები უბრალოდ პატრულის? კი. ანუ გზაზე უბრალოდ გზას კეტავდა პატრული, მაგრამ მე ვჩანვარ ამ დროს გზაზე და უბრალოდ პატრულს ქონდა გზა გადაკეტილი, ანუ რას მეუბნებით 10 საათზე. მე არასდროს კანონი არ დამიყვევია და არ გადავსვარ გზაზე, როცა გადაკეტილი არ არის. უკვე გადაკეტილი იყო და ვკითხე რომ ანუ პოლიცია გზაზე იდგა უკვე და გადაკეტილად არ იცვლებაო. არა, ესენი უბრალოდ მანქანა ყავთ გაჩერებული, ანუ გზაზე, რუსთაველზე შეუძლია პოლიციას, რუსთაველზე არა, ნებისმიერ გზაზე როგორც მივხვდი, გააჩეროს უბრალოდ გზაზე მანქანა და ეს არ იცვლება გადაკეტილად. უბრალოდ დააპარკინგა, მოუნდა და დააპარკინგა გზაზე მანქანა. ესეთი რაღაც გამოვიდათ. ჩემი ძმისადმი მიძღვნილი აქცია იყო ამ დღეს და ალბათ რავი, ეს დღეც ამოირჩიეს ამის გამო, რომ აუცილებლად ვიქნებოდი აქციაზე, მაგრამ იცოდეთ, რომ ყოველდღე აქციაზე ვარ, ყოველდღე გვერდში უდგავარ, ყველა ჩვენ ტყვეებს, ასე ვთქვათ, დაატყვევეს ყველა. თურმე კამერის ჩანაწერი აქვს, როგორც მითხრა, რომ ვდგავარ, მაგრამ მაინც აინტერესებდა ვიყავი თუ არა. იმიტომ რომ შემთხვევა მოსვლიათ თურმე, რომ
არ ყოფილა და ისე დაუჯარიმებიათ და ეხლა მეკითხებოდა რომ ჩავინიშნო რომ არიყავით, ანუ რაც უნდა ეს ჩანიშნა ვერ გავიგე, თუ მტკიცებულება აქვს და ჯარიმას მიწერ და იცი რომ მე იქ ვიყავი, მაშინ უნდა დამაჯარიმო, ხო? ანუ ვიყავი თუ არა, ეს მე არ უნდა მკითხო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო კვირების განმავლობაში აქვს ახალი პრაქტიკა, რომ მოქალაქეებს აჯარიმებენ იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი მივლენ უკვე გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე და შეუერთდებიან საპროტესტო აქციას. ერთ-ერთი ასეთი მონაწილე საპროტესტო აქციის და ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაჯარიმებული არის გიორგი გრძელიძე. მას უკვე მეორედ მიუვიდა ჯარიმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 5,000 ლარიანი და ამ შემთხვევაში გრძელიძე თვლის, რომ მიზანი რეალურად არის დაშინება. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ხედავს, რომ ყოველდღიურად იკეტება რუსთაველის გამზირი, მოქალაქეებს არ ეშინიათ არც დაჯარიმების, აღარც დაკავების, არც ეგრეთ წოდებული ტიტუშკების გამოყვანის და მათი მცდელობით არეულობის მოწყობის, არც ნიღბიანი პოლიციელების, რომლებიც თავდაპირველად მოქალაქეებს ასოციაცია რჩებათ, რომ არიან ეგრეთ წოდებული ტიტუშკების, ახლა ქართულმა ოცნებამ მიმართა ხერხს, რომ ყველას აჯარიმებენ, ვის იდენტიფიცირებასაც შეძლებენ და ამ შემთხვევაში გრძელიძე უკვე მეორედ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დააჯარიმეს 5,000 ლარით. მე როცა რუსთაველის გამზირზე მივედი, გზა უკვე გადაკეტილი იყო. მეუბნებიან რომ 22 საათს და 7 წუთზე ვკეტავდი გზას და მანამდე გზა უკვე 9 საათის გადაკეტილი იყო. მე როცა უთხარი რომ გზა გადაკეტილი იყო, ჩემი მისვლის იქ მომენტში თქო, მათ მითხრეს რომ როცა გზას კეტავენ ადამიანები, თუ არ არიან საკმარისი რაოდენობის, საპატრულო პოლიცია მათ ეუბნებათ რომ არ ხართ საკმარისი რაოდენობის. მე უთხარი რომ მე მაგ მომენტში იქ არ ვიყავი და როგორ უნდა განსაზღვრო ვარ თუ არა საკმარისი რაოდენობის და ეგო თქვენ უნდა დაამტკიცოთ, როცა გაასაჩივრებთ, თორე ეგ ჩვენი მტკიცების ვალდებულება არ არის. ჩემთან ერთად დააჯარიმეს ჩემი სიძე, ჩემი დისკმარი, რომელიც იდენტიფიცირებას ალბათ მარტივი იყო მათთვის სოციალურ ქსელში საერთო ფოტოებით. და მასაც დაურეკეს და ისიც 5,000 ლარი დააჯარიმეს დღეს. მთავარი ამ ყველაფრის არის ფინანსური ტერორი ადამიანების და მათი შეშინება. აისა აქ ამ ჯარიმებს მიზანი, რა თქმა უნდა. იმდენი რამე გვაქვს დასაკარგი იმ შემთხვევაში, თუ სახლში დავრჩებით, რომ არ ამგონია ეგ იყოს мотиваცია და მიზეზი, რის გამოც შეიძლება აღარ წავიდი აქციას. დაჯარიმებული მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ ჯარიმა მაშინვე არ უნდა გადაიხადოს და აპირებენ, რომ გაასაჩივრონ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დარწმუნებულები არიან, რომ არ დაკმაყოფილდება მათი საჩივარი აქვს და ამის შემდეგ გეგმავენ, რომ დავა უკვე გააგრძელონ საქალაქო სასამართლოში.